თუ თქვენს დედა შენს ან მამა შენს შენთვის მსგავსი რამ. წადი სკოლაში, კარგი ნიშნები მიიღე, აიღე ატესტატი, იმისთვის რომ ჩააბარო უნივერსიტეტში, მიიღო ცოდნა, რის გამოც აგიყვანან სტაბილურ სამსახურში, რომელშიც მთელი ცხოვრება ივლი. ცხოვრების სცენარი, რომელსაც მიყვება მოსახლეობის 99%. არაფერს ვამბობ, ძალიან კარგია. ეს სისტემა გასწავლის გახდე ექსპერტი რაღაც კონკრეტულ სფეროში. მაგალითად, უცხოენის მასწავლებელი, ბუღალტერი, ადვოკატი, მაგრამ თანამედროვე განათლების სისტემა, რაღა თანამედროვე ძველი განათლების სისტემაც გასწავლის სხვაზე მუშაობას, ანუ სხვისი ოცნებების ასრულებას, ანუ იმ ტიპზე მუშაობას, რომელსაც უკვე ბიზნესი გამოუვიდა. განათლების სისტემა არ არის დაინტერესებული იმით, რომ შენ კონდეს მეტი თავისუფალი დრო, მისთვის რომ ის დაუთმო მოგზაურობას, ახალი ადამიანების გაცნობას და ოჯახის წევრებისთვის მეტი დროის დათმობას. ანუ არ გასწავლის იმას, თუ როგორ შეგიძლია ეგ ძვირფასი ცოდნა, რომელსაც იძენდით წლობით, ძალიან მძიმე შრომით, გარდაქმნა ონლაინ ბიზნესად და შენი დრო განკარგო შენით. განათლების სისტემა გასწავლის თუ როგორ გახდე პროფესიონალი ერთ სფეროში და არ კონდეს თავისუფალი დრო შენი ოჯახის წევრებისთვის, წელიწადში მხოლოდ ერთხელ კონდეს შვებულება და არ ყოფნიდეს დრო მოგზაურობისთვის. როდის ღა უნდა მოასწრო? ერთი ცხოვრება გაქვს. ეხლა ერთი სერიოზული კითხვა მაქვს შენთან. ბავშვობაში ამაზე ოცნებობდი? ანუ ოცნებობდი იმაზე, რომ დილის 9-დან 5-მდე სავალდებულოდ გემუშავა ვიღაც სხვა ტიპზე? 40 წლის განმავლობაში, რომლის შემდეგ პენსიაზე დაგერიცხებოდა 200 ლარი? არა, მართლა, ამაზე ოცნებობდი ბავშვობაში. დავიჯერო, არ ოცნებობდი თავისუფალ დროზე, კუნძულებზე მოგზაურობაზე, საკუთარ ბიზნესზე, ახალი მეგობრების გაჩენაზე. დაიმახსოვრე, ცხოვრება ერთი გაქვს. ნუ გაფლანგავ მას. თუ გინდა სისულელეებს შეეშვა, პირდაპირ მნიშვნელობით სისულელეებს და გარდაქმნა შენი ძვირფასი ცოდნა, რომელშიც წლები დახარჯე, მომგებიან ონლაინ პროდუქტად და გაყიდო ის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ინდივიდუალური დახმარებისთვის მომწერე პირადში სიტყვა დიაგნოსტიკა. ჩვენ დაგეხმარებით.